მოგესალმებით. კინოთვალეთ აქ დიდი სიყვარული ატყდა ესე იგი სტუდიაში დაბრძანდით. ქალბატონო სად და როგორ შედგა თქვენი ერთობლივი ტანდემი და როგორ იყო ეს ამბავი გთხოვთ თორნიკე გითხარი. მოგესალმებით, კეთილი იყო ჩემი ფეხი თქვენთან. დიდი მადლობა. ორი დღის წინ დაბადების დღე გქონდათ და გილოცავთ. დიდი მადლობა. ქალბატონ ანას ვიცნობ წლებია, მაგრამ ესე ახლო დამოკიდებულება არ ქონდა, მაგრამ სულ პატივისცემით ვიყავით. ეხლა მოყევი რა კარგი ვარ, მე მგზავრობაში. მივალ მანდაძეც. ხო და ესე დაემთხო, რომ ეხლა იტალიაში მიგვიწვიეს ერთად. აი იტალიაში კი ბატონო. საერთოდ ამბობენ, რომ როცა ესე გასტროლზე მიდიხარ, იქ უფრო კარგად ეცნობი ადამიანს. და ვკითხე, რომ ნუ ვინ უნდათ თქვა მომღერალი, თორნიკე ტატიშვილიო და აღმოჩნდა, რომ თორნიკე თურმე მან გაიცნო, აი თორნიკე ვაშ ეს ნუ დაიმახსოვრო შენ თორნიკემ გააკეთა ჩემთან ინტერვიუ YouTube არხზე და როდესაც მათ მოისმინეს ეს ყველაფერი და ნახეს როგორი კარგი ბიჭი ყოფილაო და მე სიმღერებიც უნახავთ თორნიკესი და ასე აღმოჩნდით მე და თორნიკე იტალიაში. თორნიკე, აი ხლა ეს სიმღერა რომელიც უნდა წარადგინო დღეს თქვენ წინაშე ამის შესახებ 1-2 სიტყვა და პირდაპირ აგებთ სცენაზე როგორც ვიცი პრემიერა არის სატელევიზიო პრემიერა კი. და თორნიკეს უთმობთ რა თქმა უნდა ასპარეს სხვა სიმღერა რომელიც ძალიან უყვართ ჩვენს გეტყვი მე შენ მიყვახარ ასე ქვია ამ სიმღერას და ემიგრანტებმა ყველა მიყვარს ემიგრანტებმა გაახტეს ეს სიმღერა სხვადასხვა დავიფრო კი ბატონო რა თქმა უნდა გეტყვი მე შენ მიყვახარ გეტყვი ჩემთვის ვინახარ She's the ghost when I wish when I have. She's the ghost when I wish. She's the ghost when I wish when I have. დიდი მადლობა თორნიკე, დიდი მადლობა. მოგესალმებით ჩემო თორნიკე, როგორ ხარ კიდევ ერთხელ. მადლობა, კარგად თავად. აბა მოგვიყევი ერთი ამ სიმღერის შესახებ. ესე იგი, ამ სიმღერაზე რა ხდება? არის სრულიად TikTok ტრენდი, გაიწერა. კი, ვიდეოებს სხვადასხვა 5 წლის წინ ჩაიწერა, მაგრამ ხო იცი როგორ ხდება ხოლმე TikTok-ზე რა. 5 წელი გვიან ხდება. აფეთქდა მოკლედ ინტერნეტში. მაგრამ აი ხა ვიწერება დუეტები, აი ესეც ეკვამენ გოგონები არის, ერთი ამბავი მოკლედ და საზღვარგარეთად ჩვენი ემიგრანტები კი ბატონო, კი ძალიან მოწონთ ეს სიმღერა და შეიძლება ბევრად კარგი სიმღერები გოგან ბევრად ცუდი მაგაზე ხო რა თქმა უნდა. ვიდავეთ, მაგრამ აი ესე ტექსტის ავტორი არის დავით ბერუჩაშვილი და დიდი მადლობა მინდა მოუხადო ამბისთვის და ასევე მოვიკითხავ ემიგრანტებს, რომლებიც მელოდებოდნენ დიდი სიყვარულით, მე თვითონ ემიგრანტი გახდით ათენში, 8 თვე იქ ვიცხოვრე. კი ბატონო. და ეხლა ვიცით რომ ბლოგიც გაქვს შენ? კი, აქეთ ვარ, აქეთ მოღვაწეობს. ერთ-ერთი არის ლეგენდები არ კვდებიან, სადაც ცოტა ძველი თაობის წარმომადგენლებს ვიწევ ხოლმე ასე ვთქვათ. შესაგებია? ხო, და ერთი არის უცხომი წესი, რომელიც კონკრეტულად ემიგრანტებს ეხება. რო ჩავდივარ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებში, ვიღებ მათ ისტორიებს, მიყვებიან და მე გადის. თორნიკე, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა თორნიკე. ბევრ ახალ სიმღერებს ველოდებით შენ. დადიხარ, დაკრიხარ, დაიბრანჭები, ვინახარ, რა გინდა, რას მემართლები, ვისი ხარ, გამანდე, შენი დარდები. გაკოცე, ჩაგიქრავ, გასემბაგები, აიღე, გაჩუქე, მდეთრი ვადები, ისედაც ეულად დავიარები. გაკოცებ, ჩაგიქრავ, გასემბაგები, აიღე, გაჩუქე, მდეთრი ვადები, ისედაც ეულად დავიარები. ისედაც ეულად დავიარები. ისედაც ეულად დავიარები. ესე იგი სცენა უნდა დაუთმოთ არაჩვეულებრივ ადამიანებს პრემიერა არის პოსტალიონის. რა თქმა უნდა პრემიერა. რა თქმა უნდა პოსტალიონი ხო ამით გამოირჩევა ხოლმე. ესე იგი თორნიკე ტატიშვილი და ზურა ჩინჩალაძე არიან ჩვენი შემდეგი სტუმრები. სცენას გითმობთ და მე რა თქმა უნდა გავისაუბრებთ. აბა გთხოვთ. შენ ისევ შენ მოგიგონე შენს ხალხებასწერ მოვიშორე შენ ისევ შენ გნატოფული
ძალიან მადლობა მოგზაურობთ. რეპერობდი ხოლმე იმ პერიოდში და ზუსტად ეს სიმღერა იყო გარდამტეხი ჩემს ცხოვრებაში, რომ გადმოვიდი ესტრადაზე. ამ სიმღერით ეს სიმღერა იყო მამა ჩემს ცხოვრებაში მეთქი ბატონი ზურა გამაცანი, ეს სიმღერა გავაკეთოთ თქო და რო ჩავწერეთ მაგ სიმღერით შემოვიდი 2016-ში უკვე ესტრადის ამბავში და მე წამოვიდი და ესე იგი დამიწყია მუსიკალური ნათლიარი ესე გამოდის ესტრადის ამბავში ბატონი ზურა რა ძალიან კარგი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურად ხართ მე მგონი კი სხვათა შორის ჟურნალისტობასაც ვიბრალებ რაღაც პროექტებიც მაქვს YouTube-ზე პოდკასტებს ვაკეთებ ასევე ლეგენდები აკვდებიან ესეთი პროექტი მაქვს Facebook-ზე ბატონი ზურაც ყავდა ძალიან ბევრი ცნობადი ადამიანები ყავდა რო არ დავივიწყოთ ჩვენი ძვირფასი ადამიანები ასევე არის პროექტი პოეზია როგორც ასეთი სადაც ლექსებს ყვებიან პოეტები მომყავს და ასე შემდეგ ეს აქტიურად შვენიერი საკმაოდ აქტიური ყოფილხარ სოციალურ მე თვითონ ვამონტაჟებ ვაკეთებდებ და ასე შემდეგ ძალიან დიდი მადლობა უხმის მადლობას კი მადლობა მოწვევით სასიამოვნო იყო თქვენ ისე წარმატებებს და მრავალ ახალ წელს დაესწარეთ კი ბატონო